სალამი მეგობრებო ყველას, დღეს შემოგთავაზებთ პატარა ვიდეოს, გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ დიდი ხანია ამ YouTube არხზე ვიდეო აღარ დამიდია. დაახლოებით 6 თვის უკან შევიძინე ეს პერსონალური კომპიუტერი, რომელიც არის ბიუჯეტური ასე თუ ისე და როგორც იცით, ბიუჯეტური მოწყობილობები განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა. განსაკუთრებით მაგიზიანებდა პროცესორის გაგრილების სისტემა, უბრალოდ რადიატორი და რადიატორიდან გამოშვერილი სპილენძის მილები, რომელიც უშუალოდ პროცესორის გაგრილებაში იღებს მონაწილეობას. ძალიან უშუალოდ იყო ჩემი აზრით გამოშვერილი და გამომდინარე იქიდან რომ მაქვს 3D პრინტერი, ვიფიქრე რომ დაუპრინტავდი რაიმე ხუბს, თავსაფარს და უბრალოდ მივაფარებდი. ხოლო შემდეგ უკვე გამახსენდა რომ მქონდა დაახლოებით რაღაც ესეთი 1.54 ინჩიანი OLED display და შემდეგ უკვე ვიფიქრე რომ ჩამესვა ეს OLED display ამ ხუბში და ასე გამეკეთებინა და ასე გამელამაზებინა შედარებით. გეგმა იყო ასეთი რომ რა თქმა უნდა ჯერ ჩამესვა, შემდეგ დამეწერა Arduino-ს დახმარებით კოდი და გამომეტანა რომელიმე მეტნაკლებად ლამაზი ანიმაცია, რაც შედარებით უფრო გაალამაზებდა იდეაში ამ რადიატორს. მოდი ვისაუბროთ ცოტაოდენი ამ display-ზე, როგორც გითხარით არის 1.54 ინჩიანი, კონკრეტულად ესეთი მოდელი გამოდის სხვადასხვა ზომით ასევე 0.96 და კიდევ რომელიღაც არის, ბევრნაირი არსებობს მოკლედ ზომაში. აქვს სულ 4 პინი, როგორც გითხარით, 2 არის კვების და 2 არის ინფორმაციისთვის და გამოდის როგორც ვიცი სამ ფერში, ეს არის ყვითელი, თეთრი და ლურჯი, ეს კონკრეტული დისპლეი არის ლურჯი ფერის. რაც შეეხება ზოგადად გამოყენებას ამ დისპლეის, არავინ არ იყენებს ამ დისპლეის იდეაში რაღაცის გასალამაზებლად, გამომდინარე უბრალოდ ჩვენ იმიტომ ვიყენებთ, რომ მე უბრალოდ იმიტომ ვიყენებ, რომ ეს მქონდა, ეს დისპლეი მქონდა. ძირითადი გამოყენება ამ დისპლეის აქვს ის, რომ გამოვიტანოთ ზედ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექსტის სახით, როგორც არის მაგალითად, ტემპერატურა, სინესტე, დენის ზალა, ძაბვა და ასე შემდეგ. უფრო მეტ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე მენიუს გასაკეთებლად, ფუნქციური მენიუს გასაკეთებლად და იშვიათ შემთხვევებში სხვადასხვა ანიმაციების გამოსატანად, გამომდინარე იქიდან რომ ეს დისპლეი არ არის ფერადი და ასევე არ არის რაღაც განსაკუთრებულად სწრაფი. რაღაც ვიდეოების გამოტანას, სურათების გამოტანას და ასე შემდეგ ვერ შეგვიყვებით, უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლიათ, თუმცა ისეთი მარტივი ანიმაციების გაკეთება, როგორცაც ახლა თქვენ ხედავთ, მაგალითად, მათ შორის ახლო კადრიდანაც შესაძლებელი არის, გავაკეთეთ კიდევაც და ჩემი აზრით რაც იყო, იმას მინიმუმ 10 თავით ჯობია. რაც შეეხება დაპრინტვის ნაწილს, მგონი უკვე ვახსენე რომ 3D პრინტერი მაქვს, შესაბამისად შევქმენი 3D მოდელი, ჯერ ერთი ვერსია, ხოლო შემდეგ მეორე ვერსია. რაც შეეხება პირველი ვერსიას, ახლა თქვენ უყურებთ ახლო კადრს პირველი ვერსიის, არის თეთრი ფერის და არის სისქეში უბრალოდ შედარებით უფრო სქელი. იდეაში პრობლემას არანაირად არ გქნიდა, თუმცა მე ვიფიქრე რომ მთელი ნაწილიც უნდა გამეკეთებინა. ისევ პირველ ნაწილს რომ დაუბრუნდეთ, არის თეთრი ფერის, როგორც გვეკითხარით. მეტნაკლებად უხდება, ცუდი არ არის თეთრი ფერი, თუმცა მეორე ნაწილი გავაკეთე უკვე შავი და გაცილებით უფრო თხელი. არ ვიცი, პირველი ნაწილიც მქონდა რამოდენიმე დღის განმავლობაში, ვფიქრობ რომ მეტნაკლებად უხდებოდა, თუმცა ჩემი აზრით შავი ფერის უფრო უხდება და ასევე თხელი და შესაბამისად დავტოვე ეს შავი ფერის. რაც შეეხება ჩვენს ანიმაციას, კომპიუტერის ჩართვის მომენტში გამოდის, ესე იგი, საქართველოს დროშის ანიმაცია, იხსნება და ასე ვთქვათ, იხურება. და შემდეგ უკვე 5 წუთის განმავლობაში, თუ სწორად მახსოვს, მე მგონი ეს რომ აქვს დაყენებული, 5 წუთის განმავლობაში არის მატრიცის სტილის ანიმაცია, ზემოდან ქვემოთ ჩამოდის ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები, რაც ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზი არის. გავიგეთ ეს ყველაფერი რომ მეტნაკლებად უხდება, ყოველ შემთხვევაში რაც იყო ის ბევრად უფრო გალამაზდა, თუმცა რა თქმა უნდა უფრო და უფრო მეტი გვინდა ადამიანებს და მოკლედ გამოუწერე სხვა დისპლეი, რომელიც იდეაში არ არის OLED display, თუმცა ზომაში არის თუ სწორად მახსოვს ან 2.8 ინჩი ან 3.2 ინჩი, ზუსტად არ მახსოვს, რაც იდეაში მთლიან რადიატორს ფარავს ზომით, იმხელა არის. და შესაბამისად ის ბევრად უფრო ლამაზი უნდა გამოვიდეს, პლუს ამას აქვს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა ვიდრე ამ უბრალო OLED displays, გულისხმობ იმას რომ გვაქვს ყველაფერი, ანუ ფერადი ინფორმაციის გამოტანა შეგვიძლია გამოვიტანოთ რაიმე სახის კონკრეტული ვიდეო, ან გამოვიტანოთ GIF-ები, ან თუნდაც ტექსტი, ჩვეულებრივ display არის, მოკლედ ყველაფრის გამოტანა შეგვიძლია აბსოლუტურად. თუ კი რა თქმა უნდა დავიხმარებთ Arduino-ს, ან უკეთეს შემთხვევაში ESP32-ს. ეს რაც შეეხება ამ პროექტის ფარგლებში, იმიტომ რომ ზომა დიდად ხელს არ გვიწყობს, შეგვიძლია მოკლედ გამოვიყენოთ Arduino და ESP32. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ პროექტის ფარგლებში, თუმცა
გამომდინარე იქიდან რომ ჩვეულებრივი ფაქტობრივად სრულყოფილი დისპლეი არის, ნუ მეტნაკლებად რა თქმა უნდა. თუ კი დავაკავშირებთ ამ დისპლეის Raspberry-სთან, Raspberry, ვინც არიცით, გეტყვით რომ არის პატარა კომპიუტერი, ზედ შეგვიძლია ჩავწეროთ ასე იგი ოპერაციული სისტემა, როგორიც არის მაგალითად Linux-ი და გამოვიყენოთ ისე, როგორც პატარა კომპიუტერი შეზღუდული შესაძლებლობებით, რა თქმა უნდა. ამაში გულისხმობ იმას, რომ შეგვიძლია გავხსნათ ბრაუზერი, შეგვიძლია შევიდეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, გავხსნათ ნებისმიერი ვიდეო, ნებისმიერი საიტი და ასე შემდეგ. ანუ სხვა პროექტისთვის იდეაში შეგვიძლია ავაწყოთ პორტატული კომპიუტერი, გამომდინარე იქიდან რომ Raspberry-ც რა თქმა უნდა მუშაობს 5 ვოლტზე. მარტივი გასაკეთებელი არის, შეგვიძლია უბრალოდ რაღაც ჩარჯო გავუკეთოთ, გამოვიტანოთ ეს დისპლეი, შიგნით ჩავსვათ Raspberry, მივაერთოთ ზედ უკაბელო მაუსი ან კლავიატურა ან ორივე ერთად, უბრალოდ იდეაში გვჭირდება ორივე ერთად და გამოვიყენოთ ისე როგორც პატარა კომპიუტერი, ვატაროთ აქეთ-იქით, რა ვიცი, შევიდეთ სხვადასხვა საიტებზე, როგორც გეკითხარით YouTube-ზე, Facebook-ზე, ამაზე შეზღუდვა არ არსებობს. ან უკეთ გამოვიყენოთ ისე როგორც პატარა კომპიუტერი. ჩვენ შემთხვევაში Raspberry-ს ჩატენვას ახლა ამ кейსში არ ვაპირებ, გამომდინარე იქიდან რომ Raspberry მაქვს ისეთი ზომის, რომელიც იდეაში აქ არ ჩავა, ან თუ ჩავა, მოკლედ ძალიან საწვალებელი იქნება და იდეაში არც არის საჭირო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ამ ეტაპზე უფრო ლამაზი ანიმაციები გამოვიტანოთ და ნებისმიერი სახის ვიდეო რაც ჩვენ დაგვჭირდება. სამწუხაროდ ეგ დისპლეი ვერ ჩამოვა ამ ვიდეოს გადაღების პროცესში, გამომდინარე იქიდან რომ გამოვიწერეთ და დრო სჭირდება. შესაბამისად გამოვა ამ ვიდეოს მეორე ნაწილი, შესაძლოა მესამე ნაწილიც გამოვიდეს, არ ვიცი რა იდეები დამიბადებოდა, მაგის მიხედვით იქნება. ეგ ვიდეო ბევრად უფრო წესი და რიგით საინტერესო და ინფორმაციული იქნება, გამომდინარე იქიდან რომ Raspberry-თ აუცილებლად გავერთობთ, აუცილებლად დავაკავშირებთ Raspberry-ს და Raspberry-ს უბრალოდ და ბევრად უფრო საინტერესო რაღაცების გაკეთებას შევძლებთ, ასე რომ რა ვიცი, დაილოდეთ მაგ ვიდეოსაც. ეს ვიდეო კი თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და დაილოდოთ შემდეგ ვიდეოს.